ხოცალა ბებო რას იფიქრებს ჩემზე როცა ვიდეოების გადაღებას დავიწყებ? იქნებ რაღაც ისეთი ვთქვა ვიდეოში, რაც ჩემი მეზობლის დიშვილს არ მოეწონება. ადამიანების უმოქმედობის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მიზეზი არის ის, თუ რას იფიქრებს მასზე სხვა. ანუ საჯარო გამოსვლის შიში, რომელიც შიშის ფაქტორით უტოლდება სიკვდილის შიშსაც. ანუ რა გამოდის, შენ გინდა მიაღწიო უფრო მეტს და თუ წარმატების დეფინიცია სწორად გესმის და წარმატება ეს არის, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარო წარმატების მიღწევაში თავის დარგში და იმის გამო, რომ საჯარო გამოსვლის შიში გაქვს, ვერ ახსევ წარმატებას. ეგრე არ გამოვა. ლოგიკა სად არის? ანუ გამოდის, რომ იტყუები და არაფერიც გდომებია. შენ უბრალოდ მშიშარა ხარ და არანაირი წარმატება არ გინდა. შენ გინდა მოსახლეობის უმეტესობაზე წარმატებული იყო და მათზე მაღლა იყო იერარქიით და გეშინია მათი აზრის, ვინც შენზე დაბლა იქნება. რა თქმა უნდა, რასაც არ უნდა აკეთებდე, როგორი კეთილშობილი ადამიანი არ უნდა იყო, ვიღაც შიზოფრენიკი მაინც რაღაც უსიამოვნებას დაგიწევს კომენტარებში. ეს გარდაუვალია. ძალიანაც კარგი, დატოვე ნეჭაობში, შენ კიდე გააგრძელე სვლა. 31 მარტის ღამის 11 საათამდე ვრცელდება 67%-იანი ფასდაკლება ჩემს ორ ყველაზე მნიშვნელოვან კურსზე, რომელიც გასწავლის ხარისხიანი კლიენტების მოზიდვას 2026 წელს როგორც ორგანულად და ასევე ფასიანი რეკლამითაც. ბონუსად მიიღებ ჩემგან ერთვიან პირად მენტორობას, რომ შეძლო ყოველდღე დამისვა კითხვები შენთვის საინტერესო თემებზე. გაითვალისწინე, რომ აქვს მხოლოდ 30 ადგილი და ეს არის ძალიან შეზღუდული შეთავაზება. 67%-იანი ფასდაკლებით ეს ყველაფერი შეგიძლია შეიძინო 1500 ლარის ნაცვლად სულ რაღაც 500 ლარად. მეტი დეტალის გასაგებად მომწერე პირადში სიტყვა კონტენტი.